შალვა პაპუაშვილი გამოვიდა და ვენესუელაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ისაუბრა ბრიუსელზე და ევროპაზე. ხო ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მართლა ეგრე გააკეთა. ოღონდ აქ იყო ერთი საინტერესო ნიუანსი. ჟურნალისტი ეკითხება, რამე ცუდი თუ მოხდაო, ესე იგი ამერიკა ცუდად მოიქცაო, ხო? და ამაზე რა პასუხი აქვს, ნახეთ. ევროპას არაფერი სიტყვა რომ არ ერთხმის გლობალურ პროცესებში, ესაა ზუსტად იმის ბრალი, როგორ თავქარიანი პოლიტიკაც აქვს დღეს ბრიუსელის არარჩეულ ბიუროკრატიას. ამერიკის მიმართ თქვენ კრიტიკულად ხართ განწყობილი ამ სპეცოპერაციის გამო. არა. საერთაშორისო სამართალზე საუბრობთ უსაფრთხოებაზე. ანუ რაღაცა ცუდი მოხდაო, ხო? აი საერთაშორისო წესრიგი დაირღვაო და რა ასე შემდეგ, ხო? ანუ რაღაცა ცუდი მოხდა, ესე იგი და ამ ცუდს ბრიუსელმა ვერ შეუშალა ხელი, მისივე ლოგიკით. მაგრამ რო ეკითხებიან, ანუ ამერიკამ ცუდი რაღაცა გააკეთაო, ხო? ესე გამოდისო ამ სპეცოპერაციასთან რა დამოკიდებულება გაქვთ? არა, უკაც არაფერი, ამერიკაზე ვარ, ამბობ არაფერს, ანუ ამერიკის ეშინიათ რა, ტრამპის და ამერიკის მაგრა ეშინიათ. იმათზე არაფერს არ ამბობს, მაგრამ აიო ბრიუსელი რა შუაშია? აი ამ კონტექსტში რა შუაშია? ალბათ ფასები რო ძვირდება ჩვენ ქვეყანაში, ეგეც ბრიუსელის ბრალია. ზოგადად რაღაცები რაც პრობლემურია, ყველაფერი ბრიუსელის და ევროპის ბრალია. ოღონდ აი საარჩევნო კამპანია რო ქონდათ, ღირსებით ევროპისკენ მივდივართო, რატომ მივდიოდით? ან ახლაც მივდივართ, მე მგონი რო კითხო. აი ესე რიტორიკის დონეზე. აი ეგ ცოტა გაურკვეველია.